13 ტური მეხუთე ფოლკლორის ტური აი ასე აპლოდისმენტები არ მესმის ვერ ვიტან ამის თქმას იმიტომ რომ უნდა მიხვდეთ ამ დროს აში უნდა დაუკრათ იმიტომ რომ გამოგიცხადეთ ამ ხელო მნიშვნელოვანი ამბავი ფოლკლორის ტური ყველაზე ეროვნული ყველაზე ტრადიციული ჯეოსტარი 2011-ის მეხუთე ტური აქვე გეტყვით რომ ჩვენი კონკურსანტების გვერდით დღეს წარმოდგენილი იქნება აი ამ არაჩვეულებრივ დიდ რომ სცენაზე საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი უსიგიშვილი და ანსამბლი ლაშარი ესე უცად მოკლედ მიმოიხილოთ რა მოხდა წინა კონცერტზე ანდრია და დათო კლავ აუთსაიდერებში მოხვდნენ ეს მინდა რომ კარგად დაიმახსოვროს და ხაზი მინდა გავუსვა ამ ამბავს ანდრია და დათო მოხვდნენ კლავ უკვე მეორედ ზედიზედ აუთსაიდერთა რიგებში მაგრამ გაუმართლათ ამ ორ ადამიანს მაგრამ არ გაუმართლა ამ ერთ ადამიანს ხატიას რომელმაც დაგვტოვა ანუ თბილისი პასიურობს სამი აუთსაიდერი თბილისიდან რა არის ეს ვერ გავიგე თქვენ ხო გაქვთ მთელი კვირა იმისათვის რომ თქვენი რჩეული ვარსკვლავი მომავალი ადამიანი რომელიც ვარსკვლავი გახდება გადაარჩინოთ და არ მოხდნენ ესეთ რაღაც აუთსაიდერთა რიგებში გაქვთ ამის საშუალება ასე რომ იაქტიურეთ თუ გინდათ რომ თქვენი გულშემატკივარი მოხდეს შემდეგ ტურში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟური სოფო ხავაში გიგი ღია ფერის გისვია თუ ხო რაღაცა იცი რა აშკარად 12 რიცხვი მაგონდება შენ რო გიყურებ რა ხო აქ ამ სცენაზე გიგი დედალამაზიშვილი 5 წლის მგზავრებთან ერთად 12 ნოემბერს და ეხლა კი ჩვენთან არის როგორც იურისტები მაგრამ ისე მაინც ყოველ შემთხვევაში შეგახსენებთ რომ 12-ში კონცერტი აქვს ძალიან მაგარი ესე იგი ამ კონცერტს მე შეგვიფასებს მუსიკის კრიტიკოსი ჩაწყობებს არა ვარ თողოთ ნიკო ნერგაძე და მე უკვე ჩუმად კულუარებში მე და მარინა გავალთ გვერდზე და ვილაპარაკებთ როგორ მოგვეწონა და თავის ბრძნულ სიტყვას მომდევნო ორ შაბათს ანუ 14-ში უკვე მარინა გვეტყვის ხმამაღლა როგორ მოეწონა შენი კონცერტი მარინა ბერიძე ეს ვინ არიან ეს ადამიანები ეს ის ადამიანები არიან ესეთი ჯეოსერის სფერებში რომ არიან გამოწყობილი ჩვენი ფეისბუქელი მეგობრები გამარჯობა მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ კარგია აქ საინტერესო იყო კულისები ხო ეს ის რამეა რომელიც არავისთვის არ არის ცნობილი და თქვენ ის რჩეულები ხართ თქვენი აქტიურობის გამო და მე ანტრაქტზე შევიდეთ რეკლამის დროს გავძვრეთ ისე მინდა თქვენც მოგიწოდოთ ნებისმიერ ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს ვინ ახართ რა ამ ასაკის ბრძანდებით იაქტიურეთ ეწვიეთ ჯეოსერის ანუ ჩვენს Facebook-ის გვერდს იქ მე გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება მოხდეთ აი ამ საპატიო ადგილას და ამ საპატიო ადგილას თუ ხდებით ავტომატურად ხდებით კულისებში და ყველაფერს გაჩვენებთ რა ხდება შიგნით რა ურთიერთობებია ხო არ გაინტერესებთ და ასევე მინდა მივესალმოთ ჩვენს მედია პარტნიორის მსმენელს ფორტუნას მსმენელს გამარჯობა მოგესალმებით ყველას ვინც ახლა რადიო მიმღებებთან ხერხართ და FM 106 და 9-ზე გაქვთ მომართული თქვენი რადიო მოდით ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობ არა აშკარად დავიწყოთ ჯეოსტარი 2011 ფოლკლორის ტური მეხუთე ტური კონკურსანტები სცენაზე თეკლა ქართლი 3001 გიორგი კახეთი 3002 მარიტა
იმერეთი 30-05 მარი 30-06 თბილისი ნიკო აჭარა 30-07 დათო თბილისი 30-08 თიანეთელი ბიჭი ლევანი 30-09 თბილისი ანდრია 30-11 და მორიგი აჭარელი მორისი 30-12 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მელანჟის რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა რომ აი ამ ტრადიციულ ტალისამოსში გამოწყობილ ჩვენს ჯეოსტარელებს სწორი ვარცხნილობა მოუძებნეს და დიდი მადლობა მათ. კარგია მშვენიერია. თქვენზე რა გოგონებო გადასარევია. ბიჭებო ეხა თქვენს ვარცხნილობაზე რა ვთქვა ეხა ეგ არის რა. ისე მინდა გითხრათ რომ მელანჟიმ კიდევ დაამატა თავის სალონების ქსელს კიდევ ერთი ტერიტორიული ესე იგი პატარა სალონი. პატარა არ არის, კაი მოზრდილია ვიყავი სხვადასხვა გუშინ წინ. ცოტნე დადიანის 7 ნომერში და თუ დავატებით ინფორმაცია გჭირდებათ, ეწვიეთ Facebook-ზე მათ. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო. სანამ ლელასთან გაუშვებდეთ ჩვენს კონკურსანტებს და სანამ ძალიან ინერვიულებდნენ, იმიტომ რომ საპასუხისმგებლო ტურია, ფოლკლორის ტური, გიორგი უშიკიშვილთან და ლაშართან ერთად. ნახოთ გიორგი უშიკიშვილისა და ჯეოსტარელების შეხვედრამ როგორ ჩაიარა. ვიდეო! მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი ფეხი პირველ რიგში ფოლკლორის ცენტრში. ჩვენ უნდა მომზადოთ ფოლკლორის ტურისთვის ჯეოსტარში. ძალიან კარგია რომ ერთი ტური ჯეოსტარის ეთყობა ხალხურ მუსიკას და ეს მომავალთაობაში ჩვენი მართლაც ძველი სიმღერების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საქმეა. მოდი მაშინ ახლა ავიდეთ ჩვენ ფოლკ რადიოში და მოვისმინოთ ძველი საარქივო ჩანაწერები. რაც შეეხება სწავლების პროცესს, თავარი არის შეიგრძნონ ქართული სიმღერის ეს რაღაცა ძალიან დიდი ხიბლი. ძალიან მოკლედიან შეიძლება ითქვას რომ 50% ისინი თავად სწავლობენ ჩანაწერებიდან და 50% ჩვენ გამეცადინეთ ასე. მე პირადად ძალიან მახარებს რომ მათ უხარიათ ჩვენთან სიმღერა, ჩემთან სიმღერა, ჩემ ანსამბლთან და სადაც უხარიათ რომ ხალხურ სიმღერას ასრულებენ. და ჩვენი ჯეოსტარელები TBC ოთახში არიან. ლელა, მოგესალმები. მშვენიერი ხარ. ძალიან დიდი მადლობა დუტა, შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები. მინდა შენთან ერთად მივესალმო სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში გვიყურებს. ლელა, როგორი ხარ, როგორი ქართული ხარ? ძალიან დიდი მადლობა დუტა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჯეოსტარის გენერალური სპონსორია TBC ბანკის Prime Card, რომელიც თავის მომხმარებელს არაჩვეულებრივ სიურპრიზს და საჩუქარს თავაზობს. აუ, იცი რა, ბოდიში რა გაწყვეტინე, თაფლით გაწყვეტინე ფოლკლორის ტურია და ამიტომ ესე ვისაუბრებ. აბა? ბოდიში მე მაპატიე ლელა. მაგრამ აი რო ლაპარაკობ მაგას, სულ მგონია რომ აი იცი რა უნდა გააკეთო. მე შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია, აი ეს უნდა გააკეთო რაღაცა სულ მგონია, აბა გააკეთე. გაი მეორე რა უნდა გავაკეთო? აი ესე ნახე შეხედე. ჩვენი გენერალური სპონსორია. კი ბატონო. კარგი ხარ. ბრავო, აპლოდისმენტები. ჩვენი გენერალური სპონსორია TBC ბანკის Prime Card, როგორც გითხარი, გამოიყენეთ Prime Card მაღაზიებში, ბანკომატით 31 დეკემბრამდე. ავტომატურად ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ შანსი რომ მოიპოვოთ ორკაციანი საგზური მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობაზე. Prime Card-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები შეიძლება გაემგზავრონ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ვენეციის კარნავალზე, ფორმულა 1-ზე და ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში დუტა. ყველაზე მაგარი კიცი რა არის? გამარჯვებული თავად ირჩევს თუ საცურს მას გამგზავრება. მე მინდა ჯორჯ მაიკლის კონცერტზე ძალიან. მე ხალ ფიქრობ, სად მირჩევია. ფორმულა 1-ზე არ მინდა.
ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება ძველი ახალ წელს პირდაპირ ეთერში, ასე რომ მე ყველას მოუწოდებ, ვისაც არ აქვს პრაიმ კარდი, აუცილებლად აიღოს, მოიხმაროს, გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა და გაემგზავროს მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობებზე. კარგი, მოდი ახლა ჯეოსტარს დავუბრუნდეთ. გრანდიოზულ მსოფლიო მნიშვნელობის პროექტს, სადაც 8 ქვეყანა უკვე აქტიურად SMS-ებშია ჩაბმული და გვიყურებს მთელი დედამიწა. ზუტა, როგორც შენ აღნიშნე, დღეს ძალიან საპასუხისმგებლო ტურია. რა თქმა უნდა, ფოლკლორის. მარიტა როხვაძეა პირველი. ვაიმე, მარიტა. 30:05 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ მარიტას. წარმატებები. სანამ მარიტა ჩვენსკენ მოემართება ვიდეო. ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში ჩემი სიმღერა ნატურა არის ყველაზე განსხვავებული. ჩონგურზეც იკვრება სხვა ტემპში, სხვა რიტმში, არის საკმაოდ რთული. მე მოვისმინე ჩემი წინაპრების ჩანაწერი, ურუშაძეების ჩანაწერი და მართლა ძალიან რთულია. და ცოტათი ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველი მე უნდა გავხსნა ფოლკლორის ტური. აი, სულ ცოტათი, ბევრით არა. მაშასე მარიტა როხვაძე, შევეკებოთ? 30:05 და თავარი დამნაშავე დღევანდელი დღის ფოლკლორის ტურის ყველაზე აქტიური მუშაკი, პირდაპირ ვიტყვი. გიორგი უშიკიშვილი, შევხვდეთ. მოგესალმებ გიორგი. და ანსამბლი ლაშარის ერთ-ერთი წარმომადგენელიც ჩვენთან ბრძანდება. როგორ ხარ? მეცა ფრთხილად. ასე. გურული სიმღერა, კაი გურული სიმღერა, აგურული სიმღერა. ნატრა. აბა თქვენ ისეთ.
მადლობა ანსამბლ ლაშარის არაჩვეულებრივ წარმომადგენელს მარიტა გადასარევი იყო პირდაპირ გეტყვი ბატონო გიორგი ქალბატონ მარინას მოусმენ რა სიტყვის მე დავინახე რომ რაღაცა ესე ბრავო დავინახე აი განცვიფრებული ვარ მარიტასთვის ყველაფერი არის ორგანული ამ სცენაზე აი ეს აბსოლუტურად ჩემთვის გაურკვეველი მომენტია აი ამ ფოლკლორის ტურში ურთულესი სიმღერა მე ესეთი რთული ჰარმონია საერთოდ ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია არ ვიცი მე განცვიფრებული ვარ ესე სუფთად ესე ორგანულად ძალიან ძნელია იდგე დღეს გიორგი უშიკიშვილის გვერდით და აი ესე ძალიან დონეზე შეასრულო ეს ყველაფერი ყოჩახ მე არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ბრავო მარიტა 30:05 ძალიან მაგარია მარიტა ასეთ შეუძლია ისეთ შეუძლია რა ყველანაირად ძალიან კარგი ჩემი ფავორიტია ერთ-ერთი ბრავო 30:05 მარიტას გავაცილებ ასე მოდი ჩემო კარგო აქეთ მოგძანდი გიორგი დიდი მადლობა მარიტას რომ ასე დაეხმარე და ასეთი საშუალება მიეცი წარმოჩენილიყო ჩვენი აუდიტორიის წინაშე რა თქმა უნდა ამაში ძალიან დიდი დამსახურება შენ და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მე იმედი მაქვს რომ დღეს ყველა ესე დონეზე იმღერებს შენთან ერთად ნახო ერთი ლელასკენ გადავინაცვლე ვისი ჯერია ეხა შევხედავ დემეტრე დიახ ლელა ანდრია გველესიანის ჯერია ახლა ანდრია გველესიანი მე მინდა მოვიწოდო მის გულშემატკივარს. ბოლო ორი კონცერტია ანდრია როგორც გახსოვთ აუთსაიდერებს შორის იდგა. აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ, დაურეკონ და დაუმესჯენ 30-11-ზე. მე წარმატებებს უსურვებ ანდრიას აბაშანიცი. და ჩვენ ნახოთ ვიდეო. ვერი ქართულ სიმღერას, ჭკონას და ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი, რომ ეს სიმღერა მე შევხვდა. ეს სიმღერა აქვს ნამღერი ჰამლეტ გონაშვილს, რომელიც ჩემთვის, რავი, უპირველესი მომღერალია ფოლკლორის სფეროში და იმედია თავს გავართმევ ამ სიმღერას. ესენი ძახდა, შენი ძახდი, ო ლაშარის წარმომადგენლებს შევხვდეთ ანდრია ჩვენთან ერთად არის და ანსამბლი ლაშარი. რა ბიჭები. ქართული სიმღერა ჭონა ესე დავაი Daddy
ანდრია გიორგი უსიგიშვილი და ლასარის ბიჭები, დიდი მადლობა ბიჭებო. სოფო შენგან დავიწყოთ. ძალიან კარგი გამოსვლა იყო. ყველა ტურთან შედარებით დღეს იყავი არაჩვეულებრივი ანდრია. ალბათ იმიტომ რომ ყველა კონკურსანტი თავის კუთხის სიმღერას წარმოადგენს და დღეს მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი საღამო გვექნება წინ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ასევე რა თქმა უნდა ანსამბლ აშარის წევრებს და გიორგი უშიკიშვილს ესეთი კარგი მხარში დგომისათვის კონკურსანტების მიმართ. მადლობა. ქალბატონო მარინა მოგისმენთ. მე მგონი ამან იმოქმედა, ანდრია, ისე გიხდება ეს 60, რო არ ვიცი, ალბათ ეს დარბაზი ალბათ სუგოგოები კივიან დარწმუნებული. არა, ბიჭებიც. ბიჭებიც კი. ო, ვაი, ჯორჯმაიტის კონცერტი ძალიან გიხდება. ძალიან კარგი იყავი, ნამდვილად. უბრალოდ მეტი სიფრთხილა მაღალ ბგერებში მე პირადად მინდა ალბათ გიორგიც სულ ამას გეუბნება. მეტი სიფრთხილით მოეკიდე მაღალ ბგერებს. თორე ესე ყველაფერი და გიორგის არ ვიცი. მე ყველა მაპატიოს დღეს ალბათ იმდენ მადლობას ვეთქვი. გიორგის, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ერთ კვირაში ესეთი შრომის გაწევა. მადლობა. 30-11. იმედია მესამედ არ მოახვედრებთ ამ კაც აუტსაიდერთა რიგებში, ასე რომ იაქტიურეთ. ანდრიას გულშემატკივრება 30-11 და შეგიძლიათ იქვე 5-ს დაამატოთ, წადი ანდრია. გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ერთი მაყურებელს მინდა რაღაც დაველაპარაკო. ესე იგი, დღეს შეგახსენებთ, რომ დარჩენილი კონკურსანტები იბრძვიან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოიპოვონ ჯეოსტარი 2011-ის ტიტული. ამ ტიტულთან ერთად რა თქმა უნდა წინასწარვე გეუბნებით, რომ ძალიან მაგარი პრიზი ელოდება გამარჯვებულს. ეს არის ორბის ჯგუფისგან ბინა ბათუმის ბულვარში. აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა იაქტიუროთ, რომ თქვენი რჩეული გახდეს სახელოვანი, ტიტულოვანი და ბინიანი, რა თქმა უნდა. და თუ დღეს რომელიმე თქვენგანის რჩეული სამწუხაროდ დატოვებს კონკურსს და თქვენ არ იაქტიურებთ, ის წაიღებს სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიასაგან სადაზღვევო პაკეტს, ასევე განახლებული საინფორმაციო სერვის ცენტრი 08-გან ძალიან მაგარი, ყველაზე ულტრა თანამედროვე iPod-ს, რომელსაც touchscreen-ი აქვს და რაღაც იქ თავის სენსორული ამბები აქვს, ძალიან მაგარი. და უკვე MobiPay-ისგან 600 ლარი შეხვდება ადამიანს, რომელიც დღეს დაგვტოვებს. აი ამდენი რეკლამის შემდეგ არ შემიძლია რომ არ გავაგრძელო ეს თემა და რეკლამა რუსთავი ორზე. ჯეოსტარი 2011
კვლავ ეთერშია. აი ხა ესეთი გამოცხადება უხდებოდა იმ ტურს, რომელიც გვაქვს ჩვენ, ფოლკლორის ტური, მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ მეხუთე ტურია ფოლკლორის ტური და დღეს ჩვენი კონკურსანტები გიორგი უშიკიშვილთან და ლაშარის წევრებთან ერთად წარდგებიან ჩვენს წინაშე. მშვენიერ ფორმაში არიან, ჩოხაღალოხში გამოწყობილები და 7 ჯეოსტარელი გველის ლელა ოთახში, TBC ოთახში, ბოდიში, პრიმე კარდეს ოთახ ვიზა, გიტარა და არჩიე შენი დიზაინი და სიყვარული და მეობა. თუთა სანამ შემდეგ კონკურსს გეტყოდე რომელი იქნება, მინდა აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენოთ იმ საოცარი სიახლის შესახებ, რომელსაც ჩვენი გენერალური სპონსორი TBC ბანკი გთავაზობთ. Prime Cards არაჩვეულებრივი საჩუქრები აქვს მომზადებული თქვენთვის, აუცილებლად გაერთიანდით, აიღეთ ბარათი ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ გაემგზავრეთ არაჩვეულებრივ ადგილას. Შეგიძლიათ თქვენ თვითონ აირჩიოთ, სად შეგიძლიათ გაემგზავროთ ფეხბურთის, ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ვენეციის კარნავალზე, ფორმულა 1-ზე და ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში. მე მინდა უფასოდ, რაც თავარია და ახლა რაც შეეხება ჩვენს მორიგ კონკურსს, მარი ჯომარდიძე ემზადება სცენაზე გამოსაცროლად 30:06 იმერული სიმღერით. მე წარმატებებს უსურვებ მარის. ვიდეო ვნახოთ. მაგრამ მე ვღერი დედვის ხნელების გაზაფხულს და ვფიქრობ, რომ არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არის ძალიან ძველი, ეს არის ქართული თავადური ძველი სიმღერა, არის ცოტა განსხვავებული დღევანდელი ტურისგან, იმიტომ რომ არის უფრო ჩემი ქალაქური და ვეცდები, რომ ჩემი ნამღერით მსმენელს მოვაგონო დედვის ხნელები. მაშასე ბიჭები აქ არიან, მარია აქ არის, გულშემატკივარი აქ არის, მსმენელი აქ არის, ტელემაყურებელი აქ არის, მე აქ ავარ, მაგრამ გავდივარ. ქალაქური სიმღერა როგორი? გაზაფხული, დედიის ხნელების. მარი ჯომარდიძე 30:06 დიდი მადლობა.
ხაბატონობარინო. თქვენს კომენტირებას ვითხოვ. იცი რა, წარმოვიდგინე ჩემი თავი ტელევიზორთან ჩაისროსა, მურაბას რო აყოლებ. და გადასარევ კულისებში ჩაისავდი და ტკვებოდი რაღა დაგივალოთ. და გადასარევ ქართულ სიმღერას ისმენ, რომელიც ჩვენია, რომელიც ჩვენშია და მარიმ დღეს დაამტკიცა ის რომ ის სიმღერა მისია და ძალიან უხდება. ოჩა. მარიმ ძალიან გიხდება. არა, ყველაფერი თან. სოფო გიგი შეგთხოვ რომ მე კომენტარი გააკეთო, მაგრამ მე ძალიან კარგი იყო, მარი ის ზედაბგერებით ისე ტკბილად და თბილად იმღერე, რომ ძალიან მომეწონა მართლა და ძალიან გიხდება ესეთი სიმღერა. დიდი მადლობა. ხوار მიმღეროთ ესეთი სიმღერები ხოლმე. ხშირად. შეიძლება ისე თბილად და ტკბილად მღეროდნენ და უწევდნენ თანხლებას. აქედან მივიდივართ ეხლა წინადლის ბაღში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შევდივართ. სხდებით და პატარა ჩაეპიტიე მოვაწყოთ. აქეთ მოდი. ლაშარი აქ არის, უშიკიშვილი აქ არის და რა გვინდა მე დანარჩენი ყველაფერი იქ არის. აქეთ მომძადით ხაბატონო მარი 30.06 დიდი მადლობა. დაურეკეთან დაუმესიჯეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც ძალიან სასიამოვნო 3 წუთი გვაჩუქა და ლელა დემეტრე დათო ლონდარიძე ემზადება სცენაზე გამოსასვლელად. რა რიგს შორის ჩოხაღალუხი, ყაბალახითურთ. აუცილებლად უნდა შევახსენო მის გულშემატკივარს 30.08 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. დათო ორი კონცერტია აუთსაიდერებთან შორის დგას, აუცილებლად უნდა დაურეკოთ მას, რომ ეს კიდევ ერთხელ არ განმეორდეს. 30.08 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. დათო ლონდარიძეს. ნახავთ ვიდეოს. საგავს რომ ჩამოთოვა და გზები იყო დაგედილი. ეს უნდა შევასრულო რაჭული საკაურა, რომელიც არის ძალიან დინამიური და ვეცდები რომ შევასრულო ძალიან ენერგიულად და კარგად. ნახე რა ბევრი ვართ უცბად და ლაშარი, გიორგი, გარმონი და დათო ლონდარიძე. კაი რაჭული სიმღერით. საგავს რომ ჩამოთოვა და გზები იყო დაგედილი. სახში ბევრი ღვინო მაგდა, არ გითავარ გადმეტილი. სახში ბევრი ღვინო მაგდა, არ გითავარ გადმეტილი. ვიტომ მიყვარს საკაურა და ბევრი მოდის კარტოფილი. ასი შეყვარებული მყავს და მაინც არ მაყოფილი. ასი შეყვარებული მყავს და მაინც არ მაყოფილი. რომ ჩაგიწოლს მოგლე კავა და მოუმატე სიგრძესაო. დედა შენი ჩემისთანაც და ვერ სანახავს სიგრძესაო. დედა შენი ჩემისთანაც და ვერ სანახავს სიგრძესაო. მაშინ ეთიკო ხიწვიმა და ხიდაშლაში აციუდაო. ჩემა გოგო მიღალა და ჩემი გული გაციუდაო. ჩემა გოგო მიღალა და ჩემი გული გაციუდაო.
ორგზის აუთსაიდერი იყო, მაგრამ დღეს ისეთი რაღაცეები შემოგთავაზა ლაშქართან ერთად. გარმონი მოუხდა ამ კაცს აშკარად. დათო ლონდარიძე 30-08. არა? 8 ესე არ უნდა თქვა? ბეჭა. 30-08 დათონიკა კარგი სიმღერა შემოგთავაზა. ერთი პატარა ეს დავაკრავა და მაგას დათონიკა სხიტლაძე უკვე. ასე ვიდეო დათონიკა. ხო, ესე იგი მოусმინოთ. მოდი გიგი სუჩუმათარი და გიგი. აბა, რას გვეტყვი? პირველ რიგში მე რა თქმა უნდა ბატონ გიორგის მინდა უთხრა მადლობა, დიდი მადლობა იმისთვის რაც აკეთებს და რა თქმა უნდა ლაშარს. არაჩვეულებრივ ანსამბლს, რომელიც მთლიანად საქართველოს და არა მარტო საქართველოს უყვარს. დათო, მთლიანობაში იყო ძალიან კარგი. უბრალოდ მე დამაკდა მეტი სილაღე. იმიტომ რომ სიმღერა არის თვითონ ისეთი რაჭული, სახუმარო, მეტი იუმორი, მეტი გახსნილობა, მეტი კონტაქტი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველანაირი საშუალება იყო აქ, იყო ანუ ბევრი რაღაც მუშაობდა შენზე სასიკეთოდ. მაგრამ მთლიანობაში იყო მართლა ნორმალური, კარგი, მაგრამ მეტი შეიძლებოდა შენგან, იმიტომ რომ მე მგონია რომ შენ მეტი შეგიძლია, მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო. მადლობთ. გადაეცით მიკროფონი და კიდე გადაეცით მიკროფონი. მადლობთ. აბა, პატივცემულო ნიკოლოზ. ხასიათზე მოვედი რომ დაიწყე თავიდან შევყევი. მე მგონი მიეჩვია უგიტარობასაც შემდეგ ტურში უკვე გიტარასთან ერთად მიხვალ. სავარაუდოდ ხანჯლაობას მიეჩვია. ხო, ხანჯალმა შეიძლება უშველა. მე მგონი არ იყო ეს აუთსაიდერის სიმღერა. კაი იყო. კი, არ იყო ეს აუთსაიდერის სიმღერა, აშკარად. დათო ლონდარიძე 30-08. იქვე 5 შეგიძლიათ დაუმატოთ და არ დამანახოთ ეს კაცი აუთსაიდერებში არ გადამრიოთ ახლა. წადი იქ, წადი იქ. ერთი წამი მოიცა, მოდი გეტყვი, რაღაცა უნდა გითხრა გიორგი. რა ხდება იცი? ჩამოჯექი. ჩამოვждეთ. ესე იგი, რას გეუბნებოდი ესე? ჩემო გიორგი, ამ პროექტს ეხლა რო იცოდე რამდენი ქართველი უყურებს საზღვარგარეთ და 8 ქვეყანა წარმოგიდგენია? აი წარმოიდგინე, რუსეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და აშშ-ც კი აქტიურად არის ჩაბმული და SMS-ებით ეხმარება ჩვენს რჩეულს, ასე რომ შენი შრომა დაფასდება, ადემუშა შენ. ხო იცი ეგა? ეს სიმღერა მერე იყოს, ეხლა რეკლამა! რაზომსასა დასრულდა რეკლამა იგი, დაგიბრუნდით სცენასა ამასაზე და შეგახსენებთ რომ ეთერს არის ჯეოსტარი 2011. ტური ფოლკლორისა ლაშართან და გიორგი უშიკიშვილთან ერთად. მაშასე ამ ქვემოთ ხსენებულთა ერთად ლელასთან იმყოფება ადამიანთა გუნდი, რომელთაგანაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოვა სიმღერის ასაჟღერებლად. დემეტრე, ვინ ძვოსანამ გეტყოდე, ვინ იქნება ის ადამიანი? ვინ იქნება? შემახსენე რომ ჩვენი გენერალური სპონსორია Prime Card-ი. და ის საოცარი სიახლე, რომელიც უკვე გითხარით, გაგახსენოთ მინდა, აუცილებლად 31 დეკემბრამდე უნდა გამოიყენოთ Prime Card-ი, გახდეთ გათამაშების მონაწილე და მოხდეთ მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობებზე. 5 გამარჯვებული გამოვლინდება პირდაპირ ეთერში ძველით ახალ წელს და თავად აირჩევს თუ საძსურს მას გამგზავრება ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, ვენეციის კარნავალზე, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ფორმულა 1-ზე თუ ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში. ახლა ჩვენს ჯეოსტარელებთან გადავინაცვლებთ, თუ შეიძლება დემეტრე? ნება თქვენია. დიახ, ბრძანდებით. ლევან კბილაშვილი ემზადება სცენაზე გამოსასვლელად, კიდევ ერთი ხალხური სიმღერა უნდა შეგვისრულოს 30-09. წარმატებები ლევან. ვიდეო ძალიან მიყვარს ფოლკლორი, მეორე წელია ფაქტიურად ველოდები ფოლკლორის ტურს. დღეს მომასმენინეს მე მარიო თარხნიშვილის უნიკალური ჩანაწერი. ეს სიმღერა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ კარგ ტექნიკას მოითხოვს, ანუ ხალხური ჩახვევის, ხალხური სიმღერის
კარგად ჩაახერხა. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ის მოლოდინი გავამართლო, რაც ხალხს აქვს ჩემს მიმართ, ანუ იმღერო კარგად. ლევან კბილაშვილი, გიორგი უშიკიშვილი და ბოი ბენდი უნდა გამოვაცხადო, ხო? თანამედროვე წესაშკერს, ხო? ლაშარის ბიჭები. ტონალობა? სიმღერა დაიგვიანეს. ანდამატურის ძალით გამოსცემს აქეთკენ მის გულს ხმაუცნაო დავინ მეცხვარე იქ ბარში ყველა ჩემი ტოლები დრემში ვეფხვით თანამარადობენ მეგიცხვარში აქ ვიმალები დრებში ვეფხვით დანავარადობენ და მეგიცხვარში აქ ვიმალები ერე როგორ დროს ემაშინობდესაც არლავო აუდიდესი წინმიდევს ავალი მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურა უათან ხილაველა იარამამ საბარა აიარეს
ანსამბლი ლაშარი. გიორგი უშიკიშვილი და ლევან კბილაშვილი. 30:09. ვისაც მოგეწონათ, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ. თუ კიდე ხუთიანი რო თუ ხუთიანზე მოგეწონათ, ხუთი ხმა ერთდროულად. და თუ არ მოგეწონათ, მაშინ მოусმინოთ ქავატონ მარინას და რას გვეწყვის ნახოთ. როგორ შეიძლება ეს არ მოგეწონოს? ხო, რა ვიცი, მაინც თქვი რა. არ შეიძლება ეს არ მოგეწონოს. მე ისეთი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ შაშან ლევანს ყველაზე დიდი რამე რაც ხინჯად ქონდა ის იყო რომ აი ეს როგორ დამემართაო ფოლკლორის ტურში ვერ ვიმღერეო. ფოლკლორის ტურის წინ დაემართა თან. და მეტი სადარდებელი იმ წუთში არაფერი არ ქონდა. ლევან, სულ ესეთი სწორი გზით გიაროს. შენ ჩემთვის ხარ ხალხური მომღერალი ძალიან დიდი რანგის, რომელიც გახდები ამ დიდი რანგის და დღეს გიორგისთან ერთად აი ამ სიმღერის მღერა შენთვის არის არ ვიცი ყველაზე დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ აი ერთად იდექით და შენ იყავი ზუსტად ისეთივე ემოციით და ყველაფრით, როგორცაც გიორგი კარნახობდა. ამას ძალიან დიდი, მოდი ესეც სიტყვას ვეთქვი, ოფსილა ჭირდება და შენ ეს დღეს გქონდა. ყოჩახ და კიდევ ერთხელ გიორგი, არ ვიცი, შენ ხარ ჯადოქარი. აჰა, ხო გინდა ფოლკლორის ტურში. ხარ? გაიგე რა თქვა. აბა გიგი შენ რას გვეტყვი? ძალიან კარგი. მადლობთ გიგი, ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგი შეფასება. არა, ეს რა თქმა უნდა. ესეა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე მინდა ლევანს უთხრა, რომ ლევან საოცრად გრძნობს საერთოდ რასაც მღერი და გაქვს ძალიან დიდი სათქმელი და ამ სიმღერაში იდო ძალიან დიდი სევდა, ძალიან ამბავი მოგვიყევი. რა თქმა უნდა გიორგისთან ერთად და ანსამბლ ლაშართან ერთად და მე მინდა უბრალოდ გითხრა მადლობა იმისთვის რომ მთელი დარბაზი და დარწმუნებული ვარ მთლიანად საქართველოს უბრალოდ გვასიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა. და მსოფლიოც. და მე თან ისა გიორგის მერე რო გააგზელო როგორია? 30:09 ლევან კბილაშვილი თიანეთი. კარგი იყო რაღა დაგიმალო. ლელა მინდა გაგაცნობს ახლოდან, აი გამოჩნდება ახლა. აი ლელა, მებორიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენი გენერალური სპონსორის ოთახშია, პრაიმ კარდის ოთახში. დანარჩენებთან ერთად ლელა და სანამ შეგვახსენებდე თუ ვინ იქნება შემდეგი გამოსვლელი, მე შეგახსენებ შენ რომ ჩვენი გენერალური სპონსორი გახლავს TBC ბანკის პრაიმ კარდი და მადლობა დუტა რომ შეგვახსენე. მე სულ სხვა რამე მინდა ახლა შეგახსენოთ, მინდა შეგახსენოთ რომ ერთ-ერთი სპონსორია ჩვენი MobiPay, რომელიც 24 ნოემბრამდე თავის მომხმარებელს MobiPay-ის პარტნიორ მაღაზიებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებს პირდება. გადაიხადეთ ნაკლები, გადაიხადეთ MobiPay. ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ MobiPay-ის ცხელ უფასო ხაზზე. შემდეგი კონკურსანტი გახლავთ მორის მელაძე, აჭარის წარმომადგენელი. აჭარულ სიმღერას შეგვისრულებს 30-12. წარმატებები მორის. ვიდეო აჭარულად. ორივოდე
ეს ტური სხვა ტურებისგან განსხვავებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად ვასრულებ ქართულ ხალხურ სიმღერას. ეს არის ძალიან საინტერესო ჩემთვის, არის მრავალხმიანი, რა თქმა უნდა, ემატება დოლი, ტაში, ბანი, კრიმანჭული და არის რაც თავია სახასიათო და არის აჭარული. მორისი 30-12. აი შენი მიკროფონი დაიკავე ადგილი. ვასილი კარნიენკო. მადლობთ. ვასილი კარნიენკო, ჩოლოყაშვილი. ბატონო ნიკო, თუ შეიძლება მიკროფონი გადავცეთ, თორე ეხა აჭარის წარმომადგენელმა რო შეაფასო პირველმა, რა ვიცი, მე რაღაცაში არ ჩამოგვართვალ. დღეს რა კარგები ხართ ყველანი? ყველანიზე რატო ლაპარაკობ, როცა მორიზე უნდა ლაპარაკო მარტო არ ვიცი, მაგრამ შტაბ-ეჭდელების ქვეშა. ძალიან კარგია და გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა. ვის უნდა მისწერო მესიჯი, ყველა რა მაგარია. მორისი ჩოხაც მოიხდინა, ქართული სიმღერაც მოიხდინა. მე და ჩვენი ოჯახი კმაყოფილები ვართ, როგორც რეკლამაში იყო. კაი. აბა აჭარის წარმომადგენელ ხალვაში ვთხოვ შეაფასოს. დავეთანხმები ნიკოს, ყველა კონკურსანტი დღეს ძალიან კარგია და რა თქმა უნდა მორისიც ძალიან მომეწონა და მე იმედი მაქვს შენი გულშემატკივრის დღესაც, იმიტომ რომ მომავალს რო ორ შაბათს თუ შენ იქნები პროექტში, მე შენთან ერთად უნდა ვიმღერო ამ სცენაზე. სხვადასხვის მე და გიორგი უნდა ვიმღეროთ, ოღონდ მე. სახში. მორის 30-12 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ მორის. წინ თურმე მაგარი დუეტი გველოდება. ესე იგი მე გიორგი მე ხო დუეტები გვექნება როცა იქნება და სანამ დუეტები გვექნება მე ამას მორჩები წავიდე სახში ვიმღეროთ პენაჟე და აბა ისე როგორც წესია, იმიტომ რომ მე არ შემიძლია არა ვთქვა რომ ეხა შენ გვერდზე რო რაიონია ხო იცი? იქ ეხა იქ ისეთი გუგუნი მიმდინარეობს და მე მინდა ყველა თელაველს მიულოცო დღევანდელი დღე, დღეს თელავ ქალაქობა გახლავთ და მიჩინს რომ ეხლა აქ ვარ, მაგრამ ტელეეკრანებიდან თქვენთან ვარ ბოლომდე და ვერა ვარ თელავში. თან მით უმეტეს ეხლა ისეთი ფილმი უნდა გამოვა, აცხადო რომ ხო არის რა, თანმიმდევრულად დავდგეთ მე რა. ახვედა თელავი გურჯაანი. ლელა
თუტა, კახეთის წარმომადგენელი უკვე ემზადება. თქვი, გენაცვალე, გურჯაანი მაგას ანიშნავს. ხო, სწორედ გურჯაანის წარმომადგენელი ემზადება გიორგი გოგიშვილი. კახურ საწექვაოს შეგუსრულებს 30:03 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ ჩვენ კახალ მეგობრებს. მაშასე ვიდეო. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო ტურია. ვინაიდან ვარ კახელი და მომღერი კახურ სიმღერას. და ძალიან ვღელავ, რადგან არ მაქვს გამოცდილება ქართულ ფოლკლორს. 30:02 ლელა შესწორება შევიტან ბოდიში. მოიცა ეს ნახე, მეგობრები, ჩოხანჩაცმული. ჩოხა ხალხში გამოწყობილი მეგობრები, გიორგის გულშემატკივრები. დაში დაუკრათ, მივესალმოთ ყველას. დიდი მადლობა გულშემატკივარს. მიხდებათ ბიჭებო. ბაჟასე, აი, ეხა კახეთიო, ეხა კიდე გვაკლია ერთი რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ ახმეტა თელავი გურჯაანი ჩავწყევით, ხედავ? თუტა კახელებს მიუძმათ ეს სიმღერა. ო, კახელებს ეძღვა საცეკვაო, ეხა აი ზუსტად აი ეგარი რა, რომ აი თელავში ეხა ესეთი ცეკვაობის ხასიათზე. ის დროა რომ ეს სიმღერა აკლია ეხლა. აკლია. კორნიენკო გილოცავ. გილოცავ. აქსო თელავია, აქსო გულავია. არალალე და ვადადალი დალალო არალალი და ვადადალი დალალო არალალი ვარივალო არალალი და ვარივალო არალალი და ეს ბიჭი კარგად თამაშობს არალალი ვარივალო ფეხის წვერებს ედგება არალალი ვარივალო არალალი და ვარივალო არალალი და ვაიდა დალი დალალო არალალი არალალი და ვაიდა დალი დალალო არალალი ვარივალო არალალი და ვარივალო ვაიდა დალი დალალო არალალი ვარივალო არალალი და გაუსვი და გამოუსვი არალალი ვარივალო არალალი და ვარივალო კახეთის წარმომადგენელი გიორგი დაიკავე ცენტრში ადგილი. კაი, ახლა შუაშინა მოგიქციოთ არა უშავრა. გიგი დაიწყებ? ამ კაი, სოფოს დაუცობ ფაში. ნუ რა უნდა თქვა, ძალიან კარგი იყო. ყველა კონკურსი თვითონაც ძალიან გაერთო და თვითონაც ძალიან თავი ეგარი ამ სიმღერაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო გიორგი, ესე გააგრძელე. დიდი მადლობა. გიორგი, მართლაც ძალიან კარგი იყო, მართლა. ხშირად ვამხომე ამ სიტყვას, მაგრამ ახლა მართლა ძალიან კარგი იყო და ერთ გეტყვი რომ იყო უბრალო, ხალასი, კარგი, ლაღი და წინა ტურში აუღნიშნეთ უყალაბრო ძალიან გაიხსენი და ესე გეულოს. ამ ტურში ძალიან კარგი იყავი, შემდეგ ტურშიც და მე მინდა რომ სულ გიყურო ამ სცენაზე. მადლობა. და რაც თავარია, ერთი მაგარი ამბავი უნდა გითხრათ. მოდი ერთი წამი გიორგი თუ შეიძლება, გიორგი შუაში მოვიქციოთ და არა, ხო, კაი, ესე დავდგეთ. უფროსი გიორგი მოვიქციოთ შუაში და ვთქვათ ერთი ძალიან საინტერესო რამ, რომ გიორგის SMS ნომერია 3002 და ეხლა ჩვენი მაყურებლისთვის ეთერში გავა რეკლამა. ჯეოსტარი 2011 ეთერშია. მოგიწოდებ ყველას იმ ადამიანებს, ვინც 8 ქვეყანაში საქართველოს პარკლების გარეთ საშუალება გაქვთ
რომ გამოაგზავნოთ SMS-ები, იაქტიურეთ თქვენს და თქვენს ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო. გააკეთეთ სწორი არჩევანი და თბილისელებს განსაკუთრებით მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ, იმიტომ რომ 3 აუტსაიდერიდან წინა ორშაბათს ერთმა თბილისელმა დატოვა და დანარჩენი 2 აუტსაიდერიც თბილისელი იყო და დარჩა ანდრია და დათო. მიეცით თქვენს რჩეულებს, რომ იბრძოლონ ბოლომდე, ასე რომ იაქტიურეთ, დაურეკეთან გზავნილი გაუგზავნეთ. ლელა. დიახ, დემეტრე. შესანიშნავი პოზიცია. თუმცა მე ვიცი რომ ძალიან ბევრჯერ გაგახსენეთ თუ რა საოცარი სიახლე შემოგთავაზა TBC ბაკმა, მაგრამ აღთავანებული ვარ. 5 ადგილას ძალიან მინდა წასვლა და ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთები Prime Cards, როდის ავიღებ. ამ გათამაშებაში ყველას ურჩევ ჩართვას, გამოიყენეთ Prime Card-ი და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ არავითარ შემთხვევაში. და მე რა გიშლის ხელს, ლელა? არაფერი არ მიშლის ხელს და ხვალვე მივდივარ Prime Card-ის ასაღებად. აუცილებლად უნდა გამოვიყენო ეს შანსი. თეკლა კალმახელიძე ემზადება სცენაზე გამოსასვლელად 30:01. დაურეკეთ და დაუნასჭეთ თეკლას. ირიდაიანი. ვიდეო. ძალიან მიხარია ის, რომ მოვისმინე ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ჩანაწერი მაროთ ახნიშვილის შესრულებით იმ სიმღერისა, რასაც მე ვმღერი ამ ტურში, მაგრამ ცოტა შევშინდი, იმიტომ რომ პირველად მიწევს ხალხური სიმღერის მღერა და რთულია ჩემთვის, მაგრამ მთელ სულსა და გულს ჩავდებ, რომ გამოვიდეს ის, რაც უნდა გამოვიდეს. მოხვედი თეკლა. თეკლა კალმახელიძე ჩვენთან ერთადაა. რა თქმა უნდა, ლაშარის ადგილზეა, აქეთ მომბრძანეთ ქალბატონ თეკლა. ხოიცი. ბიჭო მამალმა იყივლა. ესე იგი, ბიჭო მამალმა იყივლაო, კაიგე, არის ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა და ბიჭო წავიდა. ბიჭო მამალმა იყივლა აპირებს გაცენებასა agabechaveb siali
თეკლა 30-1. ბაგო. დიდი მადლობა ლაშარს. ვის არ შეუფასებია დიდი ხანია მარინას. თეკლა. აშკარად. ვის არ შეუფასებია მარინას. ეს ისეთი ტურია, რომ მე მთელი ჩემი სიმკაცრე მე მგონი გვერდზე გადავდე და გავხდი საოცრად კეთილი. მართლა? იცი რატო? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული ტური. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტური. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვცოცხლობთ და რითიც გვიდგია სული. აქედან გამომდინარე მე მივესალმები თვითეულ კონკურსანტს. რა საკვირველია მეტი ინტონაციური სისუფთავე მინდოდა, მაგრამ არა აქ ამას ამ ეტაპზე მნიშვნელობა, მთავარია რომ დაძლიე ესეთი სრულიად არაჩვეულებრივი მარო თარხნიშვილის გუნდებიდან აბსოლუტურად განსხვავებული ეს სიმღერა. მადლობთ. ძალიან რთული სიმღერა დავძლიეთ. აი, ნახე როგორ გამოვაცხადე. გიგი, სოფო თუ შეიძლება შეგაწუხეთ შემოგევლე. მართლაც ძალიან რთული ტურია და რთულია, როცა მთელი ცხოვრება არ გიმღერია ხალხური სიმღერა და ერთ კვირაში ამდენ შეძლებ. მართლა და მართლა მეც ვიტყოდი რომ შენ დღეს მოახერხე ის, რომ იდექი სცენაზე და იმღერე ქართული ხალხური სიმღერა. ოღონდ იმღერე და ეს იყო ნამღერი და ეს იყო ნაფიქრი და ეს იყო შესრულებული. ერთადერთი პრობლემა მე დავინახე თეკლა ის, რომ ძალიან ღელავდი. თავიდანვე ცოტა ეს მომენტი ქონდა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო და რომელიც არ უხდება ხალხურ სიმღერას. და მაგრამ მთლიანობაში შენ მართლა შეძელი. და კიდევ ერთხელ იმას აუღნიშნავ, რომ ძალიან რთულია, როცა მთელი ცხოვრება არ გიმღერია და უცებ ეკეთო ლაღ ბგერას დაიჭერ. კი, მადლობა. ეგრე სად არის გახსენი და იმღერე. თეკლა 30-1. გთხოვ თეკლა. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ. კაი რთული სიმღერა იყო ეხა ეს. საკმაოდ რთული. ხო და ხო გაართო ადამიანმა თავი. არა მარტო მე მინდა გავამეხმარო ჟიურის და მინდა ვთქვა რომ მართლა ძალიან რთულია ჩვენ რომ ძალიან დაგვეხმარა ეს საარქივო ჩანაწერები ფაქტობრივად 2-3 დღე ისინი უსმენდნენ პირველ რიგში მაგრამ მე მთელი დღეები დადიოდნენ ურსასმენებით და ამ უნიკალურ ჩანაწერებს უსმენდნენ. ხა ძალიან ძნელია მარო თარხნიშვილის მერე ერთ კვირაში ეს სიმღერა ისწავლო. ძალიან რთულია რომ თქვა ურუშაძეების გვარის შემდეგ, ძალიან რთულია კახელი პაპების მერე ეს სიმღერა შეასრულო. ძალიან რთულია ბენიამიკაძის გუნდის მერე ესეთი სიმღერები იმყრო. საკმაოდ რთულია, მაგრამ თავარი არის ის, რომ ამ ადამიანებმა შეიყვარეს ეს ყველაფერი და ერთ-ერთი კონკურსანტი მე არ დავასახელებ გვარს ასახეს, რომელიც გამოვაკლდა ასე თქვა წინა ასე თქვათ თქვენს ჯეოსტარს არ გვახსახელი არ მახსოვს იმ გოგონასი ისწავლა სიმღერა მაგრამ ბატონო ხატია ხო ხატია და დაიწყო ჩვენთან სიარული ხალხურ სიმღერაზე ეს 2-3 დღეში მოასწრო შეყვარება რომ უკვე ჩვენთან დადის შეისწავლოს ხალხური სიმღერა აპლოდისმენტები ხატიას და გიორგის არჩეულებრივი საქმის პოპულარიზაციისთვის ხატიას სინამდვილეში და ცხოვრებაში თაფლით გაგაწყვეტინე გიორგი დიდი ბოდიში გადავინაცვლებ იქით სად არის ეს აჭარელი კაცი აგენტი 3007 აი აქ არის ჩემს გვერდით ნიკო ბეიძე მე მაყურებელს მოუწოდებ რომ გააქტიურდნენ რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე 30:07 დაურეკეთ და დაუმესჯეთ ნიკოს ფირალია რა ვიდეო პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ მოხდი ფოლკლორის ტურში გადავედი და შემდეგ მიხარია ეს რომ ანსამბლ ლაშართან ერთად ვიმღერებ ისეთ გენიალურ სიმღერას რომელიც არის მიმღერია ჩვენი წინაპრების გამერ სიმღერებს ვღერი ვართ და ძალიან მინდა რომ კარგად შევასრულო და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და კარგად იქნება ნიკო ბეიძე თქვენს წინაშე 30:07 უკანასკნელი ესე იგი გვიმღერია სიმღერით ხო არა ბენიამიკაძეს გუნდის რეპერტუარიდან მართლა დიახ იმერული ქალაქური სიმღერა რა მაგარია აბა ერთი მოგესმენთ აბა ბიდი 3000 წელზე მეტი
მოსრები ვარ მაგრამ ვერსად ვედნიესა გიმღერია კიდეც ვიმღერ ჩვენს თბილ მრავალ ჟამიესა გიმღერია კიდეც ვიმღერ ჩვენს თბილ მრავალ ჟამიესა ქართველ სისხლით შეღებილი დღესაც ზღვარი არის მურია ქართველ დედის დაზრდილ შვილებს დრების სისხლით დაუღრია გვიმღერია კიდეც ვიმღერ ჩვენს თბილ მრავალ ჟამიესა გვიმღერია კიდეც ვიმღერ ჩვენს თბილ მრავალ ჟამიესა სამი 007 გიორგი რაღაც მეგონი აყოფილება შეგატყვე მოგეთ შეიძლება იგივე სიტყვები დავამთავროთ რომ გვიმღერია და ყველას ვიმღერთ ჩვენ თქვენ მრავალ ჟამიერსა მომავალ წელსაც და შემდეგ წელსაც და ძალიან სასიამოვნო იყო რომ კიდევ ერთი ჯეოსტარის ტური ჩატარდა მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ჯეოსელს რუსთავიორს კაპიტან მარინას ჟიურის წევრებს კაპიტან მარინას განსაკუთრებული მადლობა იმიტომ რომ მუდმივად გვერდში გვიდგა რომ ხალხური ტური კარგად ჩატარდეს და რაც ყველაზე მთავარია დუტა შენ განსაკუთრებული მადლობა და მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი რომ აი ამ ტურის მერე მე იმედი მაქვს რომ უფრო მეტად ბევრი ახალგაზრდა მოусმენს ხალხურ სიმღერას უფრო ბევრი დაინტერესდება რომ ხალხური სიმღერა მოისმინოს სხვადასხვა ადგილას და შეიყვანონ რაც ყველაზე მთავარია და აი ეს ტური აკეთებს ამას რომ არ დაიკარგოს ქართული სიმღერა და კიდე უყვარდეს ყველას არა მარტო ჩვენ არამედ თელ საქართველოს უყვარდეს და რაც ყველაზე მთავარია მე მგონი რომ ყველას უყვარს ქართული სიმღერა იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურია ქართული სიმღერისა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტი ის რომ სტული იყო ამ ყველაფრის შესრულება ესე ადვილი არ არის შეიძლება ვიღაც არ მოეწონა რაღაც მაგრამ ძალიან რთული იყო კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანმა გააკეთეს მაქსიმუმი რომ ერთ კვირაში გაიმეორონ ის ჩანაწერები რასაც აი ჩვენ ვამაყობთ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენ ყველას უღრმესი მადლობა მადლობა შენ გიორგი და მინდა რომ ჩემი ანსამბლის ბიჭებს მადლობა გადაუხადო ანსამბლ აშარს უღრმესი მადლობა ბიჭებო დიდი მადლობა ლაშარს და მე გადავდივარ ნიკოზე და მე მინდა მე გადავდივარ ნიკოზე 30:07 აუცილებელია ხოლმე საერთოდ მე მინდა აჭარას მიმართო მე მინდა მთელ საქართველოს მიმართო რომ ჩვენ წინ დგას ბიჭი რომელიც ჯერის ერთი ძალიან ლამაზია ჩოხაში და ძალიან მამაკაცურია დავიწყოთ ეს ჩოხა რასანაშველი საოცრება დღეს ყველანი იყვნენ არაჩვეულებრივი ნამდვილად მაგრამ ძალიან ცოტა დრო რჩება და მე მინდა მიულოცო აჭარას და უთხრა რომ ალბათ დიდი ხანია ესეთი მომღერალი მე პირადად არ მომისმენია იმიტომ რომ ეს არის ბიჭი რომელსაც აქვს ყველაფერი მას შეუძლია ბონო სიმღეროს და მას შეუძლია აი ესე მოიტანოს ქართული ხალხური სიმღერა ნიკო არ ვიცი ძალიან მაგარი იყო დღევანდელი ტური და არ ვიცი რამდენი მადლობა უნდა უთხრათ გიორგის და რამდენი მადლობა უნდა უთხრათ ლაშარს მაინც ვალში ვიქნებით ყველა მადლობა უთხრათ ჩაკრონისისა არ იყოს ქავატონო მარინა იმიტომ რომ ეს არის აქედან მოვდივართ
და ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ვერავენ ვერასდროს ვერ მოგვერევა ამ ქვეყანას. სანამ სოფოს გადავცემდეთ მიკროფონს გამოტრულებელი და მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ნიკო 307 დროა დარჩენილი. ეს მოწონს აგენტის ნომერი როა, კი, ჯეიმ ბონდ, ჯეიმ ბონდ. გვახსოვდეს რომ ცოტა დროა დარჩენილი. კი ბატონო, სოფო, აჭარა რას გვეტყვის აჭარაზე? არაჩვეულებრივი იყო, რა უნდა ვთქვა, დღევანდელი ტური იყო განსაკუთრებული მართლაც და ნიკო ის ძარღვი და ის სული იყო, რაც ამ სიმღერას ჭირდებოდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ დღევანდელ ტურზე ყველა კონკურსანტმა ძალიან კარგად იმღერა და ძალიან კარგი შესრულება იყო. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ანსამბლ აშარს და რა თქმა უნდა გიორგი უშიკიშვილს, იმიტომ რომ ესეთი არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქეს ფოლკლორის ტური. დიდი მადლობა. 30-07 ნიკოს გავაცილებ. რამე გიგო დაგეთქვა? ხო, ვერ მეკითხარი. ბატონო. როგორ? უშიკსტარი იყო დღეს. არა. უშიკსტარ. გემშვიდობები, დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა გიორგი უშიკიშვილს და ანსამბლი ლაშარი. ირაკლი ჟოლოყაშვილს პერსონალურად კიდე განსაკუთრებით. ყველას მოუწოდებ, რამდენიმე წუთი გარჩება, თქვენი ფავორიტის გადასარჩენად გაქვთ ძალიან ცოტაღა დრო. ერთ-ერთი 9 კონკურსანტიდან დღეს დატოვებს ჯეოსტარი 2011-ის მომდევნო ტურებში ვეღარ ვიხილოთ და დატოვებს ამ კონკურსს. მანამდე კი მინდა გაგახსენოთ საუკეთესო ადგილები დღევანდელი ტურიდან. ვნახოთ ვიდეო კოლაჟი. Majase, Levas Trovot Senazem, Leva Beburiშვილი, და ლევასთან ერთად სცენაზე თქვენი განაჩენის მოლოდინში
თეკლა ქართლი 30-01 გიორგი კახეთი 30-02 იმერეთი მარიტა 30-05 მარი თბილისი 30-06 ნიკო 30-07 აჭარა 30-08 დათო თბილისი ლევანი თიანეთი 30-09 ანდრია თბილისი 30-11 მორისი აჭარა 30-12 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მელანჟის დღეს ყველანი ჩოხებში არიან მაგრამ იქით შემდეგ ჯეოსტარზე მაჩაცმულობაზე რაღაც თქმა უნდა ისევ ბენეტონი იზრუნებს და კოტონი მაღაზია კოტონი ასევე შეეცდება მათ გალამაზებას ძალიან კარგი ვაიმე როგორ ყველაზე რთული რა არის იცი საერთოდ როდესაც ცოტანი რჩე რაც უფრო ცოტანი რჩებით მით უფრო მიჭირს ხოლმე ბოლო 10-დან ბოლოსკენ დათვლა ხოლმე თუნდაც ვეჩვევინე ამეც და 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და ხმის მიცემა შეწყდა. მე უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით მთავარი ტიტულისათვის, ჯეოსტარი 2011-ის ტიტულისათვის და ასევე ეს გამარჯვებული ტიტულოვანი ჯეოსტარელი უკვე მიიღებს ბინას ორბი ჯგუფისგან. მაგრამ სამი აუთსაიდერისთვის მე მაქვს აი ეს არქიმედეს გლობალ ჯორჯიასაგან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი იმ ადამიანისთვის ვინც დატოვებს დღეს ჯეოსტარს თქვენი გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა და საინფორმაციო ცენტრი 08 გთავაზობთ ულტრა თანამედროვე iPod-ს ტაჩსკრინით სენსორებზე მოკლედ სერიოზული ნივთია ძალიან მაგარი ასევე მიიღებს MobiPay-სგან 600 ლარიან MobiCheck და შესაბამისად 600 ლარი დაირიცხება მის ელექტრონულ საფულეზე. შეავსეთ სასაუბროდ რომ MobiPay-ის საშუალებით 1 იანვრამდე და ყოველ ჩარიცხულ 5 ლარზე მიიღეთ 1 ლარი სასაუბრო დრო უფასოდ. დასაჩუქრდა MobiPay-სთან ერთად მარტივია. რა თქმა უნდა. ესე იგი მე მეუბნებიან რომ პროცენტული მაჩვენებელი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. 100 ახლოს ჯერ არ ყოფილა. ხმების აი რამდენიმე ხმა წვეთს ეხლა შემოვიდა სხვათა შორის მეხუთე ტურისთვის რეკორდული მაჩვენებელი ზარების 46423 ხმა. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ზრუნავთ ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. იმიტომ რომ იყო ჯეოსტარელი ეს მართლა კეთილდღეობა ადამიანისთვის, მაგრამ ეხლა მე შემატყობინებენ ვინ არიან აუთსაიდერები. ერთი, ორი, სამი, 4, 5, 6. თქვენ სამი მოგზავნეთ წინ. ჯეოსერისა და ლაილაის აბონენტების აქტიურობის შედეგად.
დღეს ყავს თეკლა, გიორგი და მარიტა აუთსაიდერების რიგებში. მოდი, რადგან კახეთში დღეობა გვაქვს, გიორგი დაბრუნდი უკან. ვერ მაიცალეს ეთყობა, ხო იცი? არ ინერვიულო. უიმედე და. ბოდიში ერთსავი არ მესმის, ვინ არის? ვინ? პრიზები გადაეცემა ადამიანს ვინც ტოვებს შეოსტარს. არქიმედეს გლობალ ჯორჯია 08 მოვიფეი. ეს გახლავთ თეკლა. წადიუხარ. შედეგები ეკრანზე. ნიკო 13.16%. მიასები. ანდრიამ აიწია ზევით როგორც იქნა 12.5, 15, 11.48, 11.6. დათო ლონდარიძემაც ამოიწია ზევით. ლევანი 10.94 მიასედი. მორისი 10.43. გიორგი 10.39 ბოდიშლება. მარიტა 10.35 მიასედი% და თეკლა 10.5 მიასედი. 30 მიასედი წააგო. 3 მიასედით, ანუ სულ რაღაც. ესეთი ბრძოლა ჯერ არ ყოფილა ჯეოსტარის ისტორიაში. მე კი შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა უკვე ამ წუთიდან დაიწყო. 8 ჯეოსტარელი თქვენს მობილურ მხარდაჭერას ელოდება მთელი კვირის განმავლობაში. იაქტიურებთ პატივცემულო საზოგადოება, შეგიძლია მთელი კვირა გამოიყენოთ, დღეში რამდენიმე SMS-ი გამოუგზავნოთ, ან დაურეკოთ თქვენს მრჩევლს და რაც თავარია, ჩვენ გემშვიდობებით დღეს ამით. ჯეოსტარი 2011 ზუსტად ერთ კვირაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გელოდებათ. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, სიურპრიზით, პატარა სიურპრიზით. თუმცა არ გეტყვით ეხა, შემდეგ 4 შაბათს გეტყვით, კარგი. დროებით.